მე ვარ ანდრია ხუბენია 11 წლის. ვსწავლობ 140-ე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთის თამაში და სწავლა. უკვე 1 წელია ვთამაშობ სულაქველიძის აკადემიაში. ადრე ვთამაშობდი დინამოს აკადემიაში 1 თვე. დინამოდან რომ გამოვედი რა, არ მინდოდა ფეხბურთისთვის თამაში, არ მინდოდა რა რატომღაც. არ ვინტერესებოდი და მე რომ გამოვედი, გავიდა თვეები. 1 წელი გავიდა რა სადღაც. ხოლო მე ძალიან მომინდა რა ისევ რა თამაშებს რო უყურებდი, ხედავდი რომ ქართველი ფეხბურთელები ასე გავწყინდნენ, ასე დიდ რაღაცას მიაღწიეს, მეც მომინდა რა. იმიტომ რომ მაგათ ადგილას ჩემი თავი რო ვიგრძენი, ძალიან მომეწონა რა და მეც ახლა მომინდა რომ ფეხბურთი მეთამაშა და ახლა დაკავებული ვარ მაგ სპორტით. მაქსოს პირველი დღე აკადემიაში რომ მივედი, ერთი ჩემი კლასელი იყო და მაგასთან ერთად მარტო ვიცრავდი მაგასა და ძალიან ნერვიულობდი, რომ თავისთავად პირველი დღე იყო და რაღაცა, მაგრამ იმდენად მეგობრული გარემო და რაღაცა ისეთი დამხდარა, რომ მეორე ვარჯიშზე უკვე რომ მივედი, რომ ისევ გძნობდი, როგორც გეგონება დიდი ხანია დავდივარო 1 წელი, 2 წელიო რა, იმდენად მეგობრული გარემო იყო და კარგი გარემო. მაშინ ნერვიულობდი იმაზე, რომ დაუშვათ კარგად ვერ წარმოვეჩინა ჩემი თავი და კარგად ვერ მეთამაშა რა. მაგაზე ნერვიულობდი, მაგრამ ნერვიულობას რომ მოვეში უკვე რა, უფრო კარგად იმასკენი და კარგად რო ვიგრძენი თავი, მე აღარ მინერვიულია. მე პოზიცია ასე შევარჩიე. თავიდან თამაშობდი მეკარედ, მაგრამ შემდეგ აღარ მინდოდა რა, რატომღაც მეკარედ თამაში და ჩემი თავი გამოცადე ბევრ ადგილას რა, ყველა პოზიციაზე თითქმის. და რომელსაც უფრო კარგად გავართვი თავი, ხო? მაგ პოზიციაზე დავდექი და მაგ პოზიციაზე ვთამაშობ ახლა. ახლა ვარ ცენტრალური ნახევარმცველი. მე მთავარი მოვალეობა მოედანზე არის. პირველ რიგში როცა რთული სიტუაცია არის, გუნდი ვიხსნა, აქედან კონჩეტების წამოწყება, ყველაფერი მევალება მე, მეკარის დაცვა მევალება მე და ყველაფერი რაც იქ ხდება მევალება მე. ერთხელ ქონა თამაში სანზონაში რა, გუნდ სანზონასთან და მაგათთან ვიყავი და რო თქვეს რომ გუნდის კაპიტანი იყავიო და გამოვედი პირველად გუნდის კაპიტანი რო იყავი, ძალიან კარგი გზნობა იყო რა, იმიტომ რომ გუნდი გაბალია შენ და შენ უნდა მოიპოვო ბურთი ან მოედანი. ჩემზეა ყველაფერი დამოკიდებული მაგ მომენტში რა და ცოტა ნერვიულობდი კიდევაც პირველი თამაში იყო მაშინ და თან პირველივე თამაშზე კაპიტანი ვიყავი და ძალიან ნერვიულობდი, მაგრამ ისეთი არაფერი არ იყო. გზნობდი როგორც ჩვეულებრივი ფეხბურთელი რა, ჩვეულებრივი გუნდის წევრი. დაუშვათ ეგეთ სიტუაციებიც არის ხოლმე რომ ვაგებთ, მაგრამ არასდროს არ ყოფილა პირიქით სულ გამხნევებაზე ვარ ყველანი, არაფერი ყურები არასდროს არ ჩამოგვიყვრია, ბევრჯერ მოგვიგია, ბევრჯერ წაგვიგია, მაგრამ სულ ვცდილობთ რომ მოვიგოთ და ვასახელოთ ჩვენი გუნდი. მთლიანობაში ძალიან კარგი და შეკრული გუნდი ვართ. როგორც ყველა ფეხბურთელს სიამოვნებს მეც გოლების გატანა და ჩემ კარიერაში დაახლოებით რაც სულაქველიძეში ვთამაშობ, მექნება გატანული 30-დან 35-მდე გოლი. და ასე ვფიქრობ, რომ კარგი არის ეს შუა ნახევარმცველისთვის და მომწონს და კმაყოფილი ვარ ჩემი გოლების რაოდენობით. ამ გოლებიდან ჩემთვის იყო ერთ-ერთი გამორჩეული გოლი. როცა ვაგებდით 2-3-ს და უნდა გაგვეთანაბრებინა, არ უნდა მოგვეგო რა, არაფერი არ გვაწყობდა მე და ბოლო წამები იყო, როგორც მახსოვს, ბოლო წუთები და პასი მომცა გუნდელმა. ამ პასი უნდა გამეკეთებინა, ან კიდე უკან უნდა დამებრუნებინა. მე კიდე უკან არ დამებრუნებია, წავედი წინ, დავარტყი. ჩემი თავში დარწმუნებული ვიყავი, რომ 100%-ით გავიტანდი გოლს, მივედი, დავარტყი და შევასრულე, ჩვეულებრივად და გავიტანე გოლი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ჩემი გუნდი ვიხსენი წაგებისგან. როგორც დიდ ფეხბურთელს მეც მქონია ასე შემთხვევა, როცა მჭირდებოდა გოლი, მაგრამ ვერ გავიტანია. მახსოვს, პენალი წამაქციეს და პენალი ზარყავინოდა და როცა ვარტყავდი, მეკარემ კუთხე გამომიცნო და ამიღო ეგ პენალი. ძალიან მჭირდებოდა მაგ დროს გოლი, მაგრამ ეგრე ასე მოხდა, რომ ვერ გავიტანე. აკადემიაში ჩემ მწვრთნელს ჰქვია გიო. ის არის ძალიან სამართლიანი და ძალიან კარგი მწვრთნელია. ბავშვებიდან არ აყავს არც ერთი გამორჩეული და ყველას ისე გვექცევა, როგორც ნამდვილ მწვრთნელს შეეფერება. აი როგორც დიდ გუნდებში რო არიან, ხო იცით, რეალ მადრიდში და ერთ-ერთ იმებში რო კარგად წვრთნიან, აი ეგრე და ძალიან კარგი მასწავლებელი არის და გიო მასწავლებელზე კარგი მწვრთნელი მე არ მეგულება. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის კრიშტიანო რონალდო და ჩემი საყვარელი გუნდი არის მიუნხენის ბაიერნი. ჩემი საფეხბურთო კარიერა წარმომიდგენია ასეთი, რომ ჯერ დავიწყებ საქართველოში თამაშს ეროვნულ ლიგაში და შემდეგ წავალ სხვადასხვა ევროპული გრანდის კლუბებში და მგონია რომ იქ ვითამაშებ ძალიან კარგად და ოქროს ბურთსაც მოვიგებ. ფეხბურთის თამაშს ვაპირებ დაახლოებით 38-დან 39 წლამდე და შემდეგ ფეხბურთის კარიერის დანებების მერე ჩემი თავი წარმომიდგენია მედიცინაში და ძალიან დაინტერესებული ვარ ამით. რატო დამაინტერესდა? ჩემი ნათესავები მამის მხრიდან არიან თითქმის ყველა ექიმები საქართველოში, ძალიან სახელგანთქმული ექიმები არიან და მამა ჩემის ნათესავების რო ასე არიან და ასეთ კარგად რო არიან და ხალხი პატივს როცემს, მეც დამაინტერესა ამ სფერომ და ძალიან მომწონს. პატარა რო ვიყავი, მაშინ მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი და ძალიან მომწონდა, რადგან ძალიან მიყვარდა და ბევრი სათამაშოები მქონდა და თამაშობდი რა და მიდიდავდა ასეთი რაღაცა, მაგრამ მე რო გავიზარდე, მივხვდი რომ სპაიდერმენი ვერანაირად ვერ ვიქნებოდი, ავირჩიე რის გაკეთებას სურს და ეხლა ვარ ფეხბურთელი. ჩემი სკოლა მიყვარს ძალიან, იმიტომ რომ არიან ძალიან კარგი მასწავლებლები და ძალიან დიდ პატივს სცემ მას.
თან ძალიან მეგობრული გარემო არის და ძალიან ბევრი მეგობარი მყავს სკოლიდან. ჩემი კლასში ყველაზე მხიარულია თორნიკე ბლიაძე. ყველაზე ცელქია ნოემ ჭედლიშვილი. ყველაზე ჭკვიანი არის თომა შამფრიანი. ყველაზე მშვიდი არის თინათინ ძანძავა. მე პირადად აქედან ცოტა ოდნავ ცელქიც ვარ, კარგადაც ვსწავლობ, მშვიდიც ვარ და ისე ვარ რა, ყველაფერი ვარ აქედან ცოტა რა, კარგადაც ვსწავლობ და ძალიან მშვენივრად არის ყველაფერი სკოლაში. ჩემი საყვარელი საგანი არის ბუნება. საყვარელი მასწავლებელია ნინო ცომაია, რადგან ის არის ძალიან მეგობრული, ძალიან კარგად ხსნის გაკვეთილს, საერთოდ არ არის მკაცრი და ყველაფერს რო ვერ გაიგო, ყველაფერს ისე აგიხსნის, რომ ყველა ვარიანტში გაიგებ და გაითვალისწინებ. ძალიან მშვიდი მასწავლებელია და ძალიან მხიარულია. ეგეთი რო არ იყოს, ალბათ ვერც გავიგებდი მაგ საგანს, იმიტომ რომ ძნელია რა. მაგრამ ეგ მასწავლებელი რომ მყავს ნინო ცომაია ბუნებაში ძალიან ბედნიერი ვარ ამით. და იმედია მომავალშიც ეგ მასწავლებელი მეყოლება. ეხლა მინდა მე ვიყო დაახლოებით 17-18 წლის, რადგან ამ ასაკში ვიქნებოდი დიდი ფეხბურთელი უკვე ალბათ ჩემი აზრით და ვითამაშებდი კარგ გუნდებში. და ერთი სული მაქვს, როდის გავხდები მაგდენი წლის, რადგან ვითამაშო ესეთ კარგ გუნდებში. საქართველოს ნაკრებში დიდი სიამოვნებით ვთამაშებდი 4 ნომრით. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია და ჩემი და. კიდევ ვიდა მყავდეს ერთი პატარა ძმა. ჩემი და არის 25 წლის და ქვია მარიამი. ის არის მხიარული, ლამაზი და ძალიან მოსიყვარული რა და ყველა ძალიან უყვარს ოჯახში. მამა მშრომელი არის, მხიარული არის, ოჯახი უყვარს ძალიან და ოჯახის გამო ყველაფერს იზავს. დედა არის ძალიან თბილი, ძალიან ლამაზი, კარგი დიასახლისი, ოჯახის მოსიყვარული და ძალიან უყვართ და ჩემი და. ბები არის ახალგაზრდა, თბილი, მოსიყვარული და ძალიან უყვარს ვისი გაკეთებული საჭმელები. ჩემი საყვარელი საჭმელია ბებოს გაკეთებული ღვეზელი და დედას გაკეთებული ღომი. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ღომს. შეყვარებული ამ ეტაპზე იმიტომ არ მყავს, რომ სრულიად კონცენტრირებული ვარ ფეხბურთის კარიერაზე და ფეხბურთის თამაშზე და არ მინდა რომ სხვა რაღაცეებმა შემიშალოს მასში ხელი. ჩემი აზრით, ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 21 წლის. შვილებს დავარქვევ ნიკას და ანანოს. ჩემ ცოლს დავარქვევ თათიას. მიყვარს კითხვა და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი არის შოთა არველაძის წიგნი. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი საქართველოში ახლანდელ მდგომარეობაზე, როგორ მდგომარეობა არის. თავარგმირი იქნებოდა საქართველოში ცხოვრები ხალხი. ჩემი ოცნების საჩუქარი არის რონალდოს ხელმოწერილი მაისური. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი რონალდოზე უკეთესი ფეხბურთელი და ვითამაშებდი საქართველოს ნაკრებში და მიუნხენის ბაიერნში. სამოგზაურო დიდი სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში, კერძოდ ბარსელონაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა, რომ რომელი სუპერძალა გინდა გქონდისო და მე მექნებოდა ასეთი სუპერძალა, ფრენის სუპერძალა, რადგან ძალიან კარგია და როდესაც გინდა სადღაც გინდა გაფრინდები, გამოფრინდები და ძალიან კარგია. ეს არის ჩემი ბავშვობის ოცნება. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, რომელ გუნდთან ერთად ითამაშებდა რეალ მადრიდში. მე მაგალითად ვითამაშებდი თორნიკე ბლიაძესთან ერთად. ბედნიერება არის ჩემი ოჯახის წევრების კარგად ყოფნა, საქართველოში მშვიდობა და დიდი ფეხბურთის თამაში. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.